1985 წელს ლოს-ანჯელესში საზარელი მკვლელობების სერია დაიწყო. ეჭმიტანილი მსხვერპლის საპოვნელად ქალაქში მოპარული მანქანით გადაადგილდებოდა. ის ყოველი ახალი თავდასხმისას მკვლელობის განსხვავებულ მეთოდს იყენებდა, რაც სამართალდამცავებისთვის მის დაჭერას კიდევ უფრო ართულებდა. მისი ძებნის პროცესში სასტიკი მეთოდებით მოკლულთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდებოდა. შეშინებული ადამიანები თავის დასაცავად ცეცხლსასროლი იარაღს კიდულობდნენ. კარებსა და ფანჯრებზე კი დამატებით საკეტებს ამაგრებდნენ. შოკირებული მოსახლეობა ვეღარ არჩევდა, სად გადიოდა ზღვარი პარანოიასა და რეალურ საფრთხეს შორის. ქალაქში სრული პანიკა სუფევდა. ყველა შეძრწმუნებული ელოდა, სად და როდის გამოჩნდებოდა სერიული მკვლელი და ვინ იქნებოდა მისი მორიგი მსხვერპლი. 1985 წლის 17 მარტს ლოს-ანჯელესის ოლქის ქალაქ როზმიდის პოლიციაში შევიდა შეტყობინება მომხდარი მკვლელობის შესახებ. დანაშაულის ადგილზე მისულ სამართალდამცველებს სახლის ავტოფარეხის კარი ღია დახვდათ. კარზე, რომელიც ავტოფარეხს საცხოვრებელი სივრცისგან ყოფდა და იატაკზე ყველგან სისხლის კვალი იყო. პოლიციამ მოკლული 34 წლის ქალის დეილ იოში ოკაზაკის გვამი სამზარეულოში იატაკზე იპოვა. მას შუბლში ჰქონდა მიყენებული სასიკვდილო ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით. მკვლელობას ჰყავდა მოწმე მარია ერნანდესი, რომელიც მოკლულ დეილ იოში ოკაზაკისთან ერთად ცხოვრობდა. მან სამართალდამცველებს უამბო, რომ როდესაც სახლში დაბრუნდა, ავტოფარეხის კარი დისტანციური მართვის პულტით გახსნა და შიგნით შევიდა. როდესაც ავტოფარეხიდან სახლში შესასვლელ კარს გასაღები მოუარგო, უკნიდან უცნაური ხმა მოესმა. მიბრუნებისას დაინახა, რომ მის უკან მამაკაცი იდგა, რომელიც მას იარაღს უმიზნებდა. მარიამ ინსტინქტურად ხელები ასწია. ამ დროს კი თავდამსხმელმა სასახლეც გამოჰკრა. ტყვია გასაღებს მოხდა, რომელიც მარიას ხელში ეჭირა და აისხლიტა. თავდამსხმელის მოტყუების მიზნით მარია იატაკზე დაეცა. თითქოს მკვდარი იყო. თავდამსხმელმა მისი სხეული გვერდით გასწია და სახლში შევიდა. შეშინებული მარია სწრაფად წამოხტა და ქუჩისკენ გაიქცა. მაგრამ სწორედ ამ დროს გაიგონა მორიგი გასროლის ხმა. მას გაახსენდა, რომ სახლში დეილ იოში ოკაზაკი იყო და მის დასახმარებლად უკან მიბრუნდა. სახლს შემოუარა, რათა მთავარი შესასვლელიდან შესულიყო. იმ იმედით, რომ თავდამსხმელი ისევ ავტოფარეხის მხრიდან გავიდოდა. მაგრამ როდესაც მან მთავარი შესასვლელიდან სახლში შესვლა დააპირა, სწორედ ამ დროს გაიღო კარი და უცნობი თავდამსხმელი გარეთ გამოვიდა. მარია ერნანდესი ცოცხალი რომ დაინახა, ძალიან გაუკვირდა. შემდეგ იარაღი ამოიღო და დაუმიზნა. მარიამ სამართალდამცველებს უთხრა, რომ სასოწარკვეთილმა ჰკითხა, ერთხელ უკვე მესროლე და ამას მეორედაც აპირებ. მოულოდნელად თავდამსხმელმა იარაღი დაუშვა, შეტრიალდა და მშვიდი ნაბიჯით გაუჩინარდა. დეილ იოში ოკაზაკის მკვლელობიდან დაახლოებით 40 წუთში მონტერეი პარკის პოლიციის განყოფილებაში კიდევ ერთი მკვლელობის შესახებ ზარი შევიდა. მკვლელობა ოკაზაკის სახლიდან 9 კილომეტრის დაშორებით მოხდა. მოკლული იყო ახალგაზრდა აზიელი გოგონა, ცაი ლიან იუ, რომელსაც ნაცნობები ვერონიკა სახელითაც იცნობდნენ. გოგონა მანქანით სახლში ბრუნდებოდა, როდესაც უცნობმა მამაკაცმა გაჩერება სთხოვა. მანქანის გაჩერებისთანავე თავდამსხმელმა ის ძალით გადმოათრია, მუხლებზე დააყენა და გულმკერდის არეში ორჯერ ესროლა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ტყვია იმავე კალიბრის იყო, როგორიც დეილ იოში ოკაზაკის მკვლელობისას გამოიყენეს, თუმცა რადგან ამ მკვლელობებს პოლიციის სხვადასხვა განყოფილება იძიებდა, ცაი ლიან იუს მკვლელობის გამომძიებლები ამ ორ საქმეს ერთმანეთთან არ აკავშირებდნენ. მათი თქმით, ქალაქში 1000-ობით 22 კალიბრიანი იარაღი არსებობდა და შესაძლოა დანაშაულები სხვადასხვა იარაღით იყო ჩადენილი. დეილ იოში ოკაზაკის მკვლელობის გამოძიება გამომძიებლებს ფრენკ სალერნოსა და გილ კარილოს ჩააბარეს. სალერნო ლეგენდარული დეტექტივი იყო, რომლის თავდაუზოგავი შრომის შედეგად 70-იანი წლების ბოლოს ჰილსაიტელი მგუდავის დაკავება მოხერხდა. გილ კარილო კი ყოფილი ნარკოტიკებთან ბრძოლის დეპარტამენტის გამომძიებელი იყო და ეს მისთვის პირველი მკვლელობის საქმე გახლდათ. სიკვდილს სასწაულით გადარჩენილი მარია ერნანდესის მონათხრობის საფუძველზე პოლიციამ თავდამსხმელის ფოტორობოტი შექმნა. როდესაც აღნიშნული საქმის გამომძიებელმა გილ კარილომ ის თავის მეგობარს აღმოსავლეთ ლოს-ანჯელესის პოლიციის დეტექტივს აჩვენა, მეგობარმა უთხრა, რომ მასაც ჰქონდა რაღაც მისთვის აჩვენებელი. მან თავისი მანქანიდან ფოტორობოტი ამოიღო და გილ კარილოს აჩვენა. როდესაც ორივე გამოსახულება გვერდიგვერდ დააწყეს, მიხვდნენ, რომ ორივე ფოტორობოტში ერთი და იგივე ადამიანი იყო
გამოსახული. გილ კარილოს მეგობრის ფოტორობოტი იმ მოწმის აღწერილობის მიხედვით იყო შექმნილი, რომელიც პიკო რივერაში გატაცების მცდელობის თვითმხილველი იყო. 1985 წლის 27 მარტს ლოს-ანჯელესში, უტიერის ოლქში პოლიციამ ორმაგი მკვლელობის შესახებ მიიღო ინფორმაცია. დანაშაულის ადგილზე მისულ სამართალდამცველებს საზარელი სანახაობა დახვდათ. დივანზე იწვა მამაკაცი, რომელსაც საფეთქელში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა აღენიშნებოდა. როგორც ჩანდა, მას ეძინა, როდესაც ესროლეს. მოკლული 64 წლის ვინსენტ ზაზარა აღმოჩნდა. საძინებელში საწოლზე პოლიციამ ვინსენტ ზაზარას მეუღლის 44 წლის მაქსიმ ზაზარას ცხედარი იპოვა. ქალი გაუპატიურებული იყო. ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული სასქესო ორგანოს ზემოთ, ხოლო თვალები ამოთხრილი ჰქონდა. სახლი მთლიანად არეული იყო. მოპარული იყო ძვირფასეულობა და სხვადასხვა ნივთი, რომელთა საერთო ღირებულება $50,000 შეადგენდა. სამართალდამცავების ვარაუდით, თავდამსხმელი სახლში აბაზანის ღია ფანჯრიდან იყო შესული. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ვინსენტ ზაზარას მკვლელობის დროსაც 22 კალიბრიანი ცეცხლსასროლი იარაღი იყო გამოყენებული. საქმის მთავარი მტკიცებულება ფანჯრის მახლობლად აღმოჩენილი ფეხსაცმლის ნაკვალევი იყო, რომელიც დაახლოებით 45-46 ზომის ფეხსაცმელს შეესაბამებოდა. მკვლელობების პარალელურად ლოს-ანჯელესში და მის ოლქებში ბავშვების გატაცება და გატაცების მცდელობის უამრავი შემთხვევა იყო. გამტაცებელი იტაცებდა ბავშვებს, აუპატიურებდა და შემდეგ მათ ქუჩაში ტოვებდა. გატაცებული ბავშვები ერთი და იგივე ადამიანს აღწერდნენ, რომელიც იყო მაღალი, გამხდარი, ლათინოამერიკული გარეგნობის გრძელთმიანი მამაკაცი, რომელსაც შავი ტანსაცმელი და შავი Members Only-ს ბრენდის ქურთუკი ეცვა. მას ყვითელი მეჩხერი კბილები ჰქონდა და პირიდან საშინელი სუნი ამოსდიოდა. დეილიოში ოკაზაკის მკვლელობის საქმის გამომძიებელი გილ კარილო თვლიდა, რომ ბავშვების გატაცება და ის საზარელი მკვლელობები, რომლებიც იმ დროისთვის ხდებოდა ერთი და იგივე ადამიანის, სექსუალური სადისტის და სერიული მკვლელის მიერ იყო ჩადენილი, მაგრამ მის მოსაზრებას არავინ იზიარებდა. გილ კარილოს აზრით, სერიულ მკვლელს მის მიერ ჩადენილ საშინელებებთან ერთად სიამოვნებას ანიჭებდა, როდესაც ის მსხვერპლის თვალებში შიშს ხედავდა, რადგან მკვლელს შეეძლო მარია ერნანდესი მიახლოებისთანავე ზურგში სროლით მოეკლა, მაგრამ ის ასე არ მოიქცა. მან სპეციალურად გააკეთა ისე, რომ მარია ერნანდესი შემოbrunებულიყო და მის თვალებში შიში დაენახა. დეილიოში ოკაზაკის შემთხვევაშიც ის ელოდებოდა, სანამ დამალულმა ქალმა სამზარეულოს ბარიდან არ ამოყო თავი, რათა შეემოწმებინა, თავდამსხმელი წასული იყო თუ არა. სწორედ მაშინ ესროლა, როცა მისი შეშინებული თვალები დაინახა. არც ცაილიან იუს მკვლელობა იყო გამონაკლისი. თავდამსხმელს შეეძლო ის მანქანაში მოეკლა, მაგრამ ასე არ მოიქცა. თავდამსხმელს კონფრონტაცია სჭირდებოდა. მას შიშის დანახვა სურდა მსხვერპლის თვალებში. სწორედ ამიტომ გილ კარილო თვლიდა, რომ ყველა ამ საშინელებების ჩამდენი ერთი და იგივე ადამიანი იყო. ლოს-ანჯელესის ადგილობრივ სამართალდამცველების შეხვედრაზე, სადაც აზიარებდნენ ინფორმაციას სააგენტოებს შორის ბავშვების გატაცების შესახებ, გილ კარილო ამტკიცებდა, რომ ბავშვების გატაცება მკვლელობებთან იყო დაკავშირებული, თუმცა მას არავინ დაუჯერა, რადგან ყველასთვის წარმოუდგენელი იყო, რომ პიროვნება, რომელიც თავს ესხმოდა და სასტიკად კლავდა ადამიანებს, ის ასევე იტაცებდა ბავშვებს, სექსუალურად ძალადობდა მათზე და ცოცხლებს ტოვებდა. მისი ვერსიის უარყოფის მიუხედავად, გილ კარილო არ ნებდებოდა და აგრძელებდა გამოძიებას. ერთხელ მას მეგობარმა პოლიციელმა აღმოსავლეთ ლოს-ანჯელესის საპატრულო განყოფილებიდან უთხრა, რომ მის განყოფილებაში რამდენიმე გოგონამ დარეკა და პოლიცია გამოიძახა, რადგან ისინი შეშინებულები იყვნენ იმით, რომ მათ მანქანით უცნობი მამაკაცი მიჰყვებოდა და უთვალთვალებდა. მეგობარმა გილ კარილოს აღნიშნული მანქანის ნომერიც გადასცა. გილ კარილო მალევე გაგზავნა სათვალთვალო ჯგუფი ეჭმიტანილი მამაკაცის შესამოწმებლად. მისი თვალთვალისას პოლიციამ შეამჩნია, რომ უცნობი მამაკაცი აქტიურად უთვალთვალებდა ახალგაზრდა გოგონებს და მათთან კონტაქტის დამყარებას ყველანაირად ცდილობდა. უცნობი მამაკაცი იყო მაღალი გრძელთმიანი მექსიკელი და ძალიან ჰგავდა ეჭმიტანილს, რომელსაც პოლიცია ეძებდა. როცა უცნობი მიხვდა, რომ მას პოლიცია უთვალთვალებდა, გაქცევა სცადა, მაგრამ სამართალდამცველებმა მისი დაკავება მოახერხეს და განყოფილებაში გადაიყვანეს. უცნობი მამაკაცი აღმოჩნდა არტურო რობლესი. მან სამართალდამცველებს განუცხადა, რომ მას უბრალოდ ქალები უყვარდა და მათ გაცნობას ცდილობდა. გილ კარილო მარია ერნანდეს
6 კრიმინალის ფოტო ანახა. მათ შორის იყო არტურო რობლესი. როდესაც მარია ერნანდესმა ფოტოები ნახა, მან არტუროზე მიუთითა და თქვა, რომ შეიძლება ეს ის ადამიანი იყო, რომელმაც მას ესწრულა და დეილიოში ოკაზაკი მოკლა. თუმცა ასევე თქვა, რომ ბოლომდე არ იყო ამაში დარწმუნებული. მიუხედავად იმისა, რომ მარია ერნანდესი დარწმუნებული არ იყო, სამართალდამცველებმა მაინც აიღეს არტურო რობლესის ბინის ჩხრეკის ორდერი. სახლის ჩხრეკისას მათ იპოვეს სხვადასხვა ჟურნალებიდან ამოჭრილი ქალების ფოტოები. ასევე სახლში აღმოაჩინეს Members Only-ს ბრენდის შავი ქურთუკი და ქალის საცვლები. თუმცა, როდესაც არტურო რობლესი ამოცნობაზე გაიყვანეს, ვერც ერთმა გადარჩენილმა მსხვერპლმა ვერ ამოიცნო ის, მათ შორის მარია ერნანდესმაც. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ არტურო რობლესის ქცევა და მის სახლში ნაპოვნი ნივთები საეჭვოდ გამოიყურებოდა, სამართალდამცველებს არ ჰქონდათ პირდაპირი მტკიცებულება მის წინააღმდეგ და იძულებული იყვნენ არტურო რობლესი გაენთავისუფლებინათ. 1985 წლის 14 მაისს მონტერეი პარკის პოლიციაში დარეკა 66 წლის მამაკაცმა უილიამ დოიმ და პოლიციას აცნობა, რომ მის სახლში უცნობი შეიჭრა და მას და მის ინვალიდ ცოლს თავს დაესხა. დანაშაულის ადგილზე მისულ პოლიციას სახლში საზარელი სანახაობა დახვდათ. უილიამ დოის სასტიკად იყო ნაცემი და სახეში 22 კალიბრიანი ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰქონდა ჭრილობა მიყენებული. ის ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, მაგრამ საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა უილიამ დოის მეუღლე 56 წლის ლილიანი უგონო მდგომარეობაში საძინებელში იპოვეს. ქალი გაუპატიურებული და სასტიკად ნაცემი იყო. მარცხენა ხელის ცერზე თითის ბორკილი ედო, ხოლო მარჯვენა ხელის ცერა თითიდან სისხლი მოსდიოდა, რაც იმაზე მიანიშნებდა, რომ თავის განთავისუფლების მცდელობისას ამ საშინელმა მოწყობილობამ ქალს თითები დაამტვრია. სახლი მთლიანად დარეული იყო, ცოლ-ქმარის ფული და ძვირფასი ნივთები კი მოპარული. მკვლელობების პარალელურად ბავშვების გატაცებაც გრძელდებოდა. გამომძიებელ გილ კარილოს მეგობარმა დაურეკა და უთხრა, რომ მონტებელოს პოლიცია იძიებდა ბავშვის გატაცების საქმეს და მათ ჰქონდათ მტკიცებულება, რომელიც შესაძლოა დახმარებოდა მას მკვლელობებისა და გატაცებების საქმეების დაკავშირებაში. მან გილ კარილოს აჩვენა ბავშვის გატაცების ადგილზე აღმოჩენილი ფეხსაცმლის კვალის ფოტო. გამტაცებელმა 8 წლის ბავშვი სახლიდან გაიტაცა. სამშენებლო მოედანზე იყვანა, მასზე სექსუალურად იძალადა და შემდეგ გაუშვა. იმ დღეს სამშენებლო მოედანზე ბეტონს ასხამდნენ, ხოლო ბეტონში მისი ფეხსაცმლის ნაკვალევი მონტებელოს პოლიციამ იპოვა. სამშენებლო მოედანზე აღმოჩენილი ფეხსაცმლის კვალი იდენტური იყო მკვლელობების ადგილზე ნაპოვნი ფეხსაცმლის კვალისა. გილ კარილოსთვის უკვე ნათელი იყო, რომ ამ საზარელ დანაშაულებს ერთი და იგივე ადამიანის ჩადიოდა და უკვე ამის ირიბი მტკიცებულებაც არსებობდა. 1985 წლის 27 ივნისს არკადიაში კიდევ ერთი მკვლელობა მოხდა. სამართალდამცველებმა 32 წლის პეტი ელეინ ჰიგინსი საკუთარ სახლში მოკლული იპოვეს. მას ყელი ჰქონდა გამოჭრილი, ხოლო ჭრილობაში დანა ისევ ჩარჭობილი ჰქონდა. ამ საზარელი მკვლელობიდან 4 დღის შემდეგ 2 ივლისს კიდევ ერთი მკვლელობა მოხდა. მკვლელობა პეტი ელეინ ჰიგინსის მკვლელობის ადგილიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით მოხდა. სამართალდამცველებმა საკუთარ სახლში 75 წლის მერი ლუიზ ქენონის სხედარი იპოვეს. ისიც ზუსტად იმავე მეთოდით იყო მოკლული, როგორც 4 დღის წინ მოკლული პეტი ელეინ ჰიგინსი. 1985 წლის 5 ივლისს სიერა მადრეში 16 წლის უიტნი ბენეტს უცნობი პირი დაესხა თავს, როცა მას სახლში ეძინა. იგი სასტიკად სცემა საბურავების მოსაშვები ქანჩით და როდესაც გოგონა გაითიშა, თავდამსხმელს იგი მკვდარი ეგონა. სახლიდან ძვირფასი ნივთები აიღო და გაიქცა. მიუხედავად სხეულსა და თავზე მიღებული უამრავი დაზიანებისა, ექიმებმა გოგონას გადარჩენა შეძლეს. სამართალდამცველებმა დანაშაულის ადგილზე, საბანზე, ფეხსაცმლის ნაკვალევი აღმოაჩინეს. კვალი იდენტური იყო მაქსიმ ზაზარას სახლში ნაპოვნი და 8 წლის ბავშვის გატაცების ადგილზე აღმოჩენილი კვალისა. უკვე ეჭვგარეშე იყო, რომ ამ საზარელ დანაშაულებს ერთი და იგივე ადამიანის ჩადიოდა, რასაც სამართალდამცავი ორგანოები უკვე ვეღარ უარყოფდნენ. ასე რომ გამომძიებელი გილ კარილო მართალი აღმოჩნდა, საქმე სექსუალურ მანიაკთან და სერიულ მკვლელთან ჰქონდათ.
1985 წლის 6 ივლისს პოლიციაში დარეკა მოქმედმა პოლიციელმა ჯონ როდრიგესმა და განაცხადა, რომ მის სახლში ვიღაც ცდილობდა შეპარვას, მაგრამ როდესაც დამნაშავე მიხვდა, რომ შეამჩნიეს, გაიქცა. ადგილზე მისულ პოლიციას ჯონმა აჩვენა მის მიერ სახლთან აღმოჩენილი ფეხსაცმლის კვალი, რომელიც ხუთით ჰქონდა დაფარული, რათა ქარს კვალი არ წაეშალა. კვალი ემთხვეოდა წინა დანაშაულების ადგილზე აღმოჩენილ ფეხსაცმლის კვალს. ფეხსაცმლის ანაბეჭდი საკმაოდ მკვეთრი იყო, ამიტომ სამართალდამცველებმა შეძლეს მისი პროტექტორის სრულად აღდგენა. გაირკვა, რომ ეს იყო ავიას ბრენდის 43 ნახევარი ზომის სპორტული ფეხსაცმლის ანაბეჭდი. ამ ბრენდის წარმოება სულ ახლახან იყო დაწყებული. სამართალდამცველებმა გაარკვიეს, რომ 1985 წლის 9 იანვარს ტაივანიდან ამერიკაში შევიდა 1356 წყვილი ავიას 440 მოდელი. გადარჩენილი მსხვერპლების ჩვენების საფუძველზე პოლიცია ვარაუდობდა, რომ ეს ფეხსაცმელი შავი ფერის უნდა ყოფილიყო. ავიას 43 ნახევარი ზომის ფეხსაცმელი სულ 6 წყვილი იყო წარმოებული. 5 წყვილი გაყიდული იყო არიზონაში, 1 წყვილი კი ლოს-ანჯელესში, თუმცა სამართალდამცველებმა ვერ დაადგინეს, რომელ მაღაზიაში გაიყიდა ეს კონკრეტული წყვილი. მიუხედავად ამისა, ეს უკვე ძალიან მნიშვნელოვანი მტკიცებულება იყო, რადგან ფეხსაცმლის ანაბეჭდები ბევრ დანაშაულს აკავშირებდა ერთმანეთთან, მათ შორის გატაცებულ ბავშვებთან. პოლიციამ გადაამოწმა ყველა გაუხსნელი მკვლელობა იმ რეგიონში. ასეთი სულ 30 საქმე აღმოჩნდა. საქმეების შესწავლისას კი მათი კავშირი სერიულ მკვლელთან სულ უფრო და უფრო ნათელი ხდებოდა. სულ მალე კიდევ ერთი თავდასხმის შესახებ შეიტყო პოლიციამ. მონროვაში საკუთარ სახლში სასტიკად აწამეს 2 80 წელს გადაცილებული და მეიბელი და ფლორენსი. ისინი 2 დღის შემდეგ მებაღი მიპოვა და პოლიციას შეატყობინა. მეიბელი საწოლზე იწვა ვარსკვლავის პოზაში და თან დაბმული იყო იზოლენტით. თავდამსხმელმა იგი გააუპატიურა, შემდეგ კი ჩაქუჩით თავში მრავლობითი დაზიანება მიაყენა. მეიბელის და ფლორენსისაც ჩაქუჩით ჰქონდა დაზიანებები მიყენებული. ორივე ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, თუმცა კომატოზურ მდგომარეობაში. საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ მიყენებული დაზიანებებისგან მეიბელი მალევე გარდაიცვალა, ხოლო ფლორენსი 1 თვეში. დანაშაულის ადგილის დათვალიერებისას სამართალდამცველებმა საძინებლის კედელზე ნახეს ტუჩსაცხით დახატული პენტაგრამები. პენტაგრამა ჰქონდა დახატული ასევე ერთ-ერთ მსხვერპლს ფეხზე. სამართალდამცველები ვარაუდობდნენ, რომ თავდამსხმელმა მათ ამ ფორმით შეტყობინება დაუტოვა. ან ის სატანისტი იყო და რიტუალს ატარებდა. ასევე შესაძლებელი იყო, რომ იგი მენსონს ბაძავდა. პოლიციამ საძინებელში იატაკზე დაგდებული მაღვიძარა იპოვა, რომელზეც იყო ფეხსაცმლის ნაწილობრივი ანაბეჭდი. კრიმინალისტებმა შეადარეს ეს ნაწილობრივი ანაბეჭდის სხვა დანაშაულების ადგილზე აღმოჩენილ ავიას ფეხსაცმლის ანაბეჭდებს. ის ზუსტად მათი იდენტური აღმოჩნდა. ძველი საქმეების გადახედვისას გამომძიებელი გილ კარილოს და მასთან ერთად მომუშავე გამომძიებლების ყურადღება ერთმა შემთხვევამ მიიქცია. ის იყო ქუჩიდან ახალგაზრდა გოგონას გატაცების მცდელობა, რომელიც ჩრდილო-აღმოსავლეთ პოლიციის განყოფილების ტერიტორიაზე მოხდა. გოგონამ წინააღმდეგობა გაუწია გამტაცებელს, რის შედეგადაც დამნაშავე დაფრთხა და გაიქცა. ის ტოიოტას მარკის მანქანით გადაადგილდებოდა. დანაშაულის ადგილიდან მიმალვისას საგზაო მოძრაობის წესები დაარღვია, რის გამოც საპატრულო პოლიციამ გააჩერა. როდესაც პოლიციელმა მას მართვის მოწმობა მოსთხოვა, გაირკვა, რომ მას საბუთები არ ჰქონდა. სამართალდამცველმა უბრძანა მანქანიდან გადმოსულიყო, ხელები კაპოტზე დაედო და არ განძრეულიყო. ამ დროს პოლიციელი თავის მოტოციკლეთთან მივიდა, რათა ჯარიმა გამოეწერა. ჯარიმის გამოწერის დროს პოლიციის რადიო მიმღებში გადმოიცა შეტყობინება გოგონას გატაცების მცდელობის შესახებ. გადმოცემული აღწერილობა დამნაშავის ავტომობილს ემთხვეოდა, როგორც კი დამნაშავემ ეს გაიგო, ტუჩსაცხით პენტაგრამა დახატა მანქანის საქარე მინაზე და გაიქცა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს ავტომობილი გატაცებული იყო. ფრენკ სალერნოსა და გილ კარილოს საგამოძიებო ჯგუფმა ჩრდილო-აღმოსავლეთ პოლიციის განყოფილებას მიმართა და მანქანიდან ანაბეჭდების აღების ნებართვა ითხოვა. თუმცა ადგილობრივმა პოლიციამ განუცხადა, რომ ყველაფერს თავად მოაგვარებდნენ.
ლოს-ანჯელესის ოლქში სამართალდამცავი სტრუქტურების რთული სისტემა ფუნქციონირებდა. ოლქში მოქმედებდა შერიფის სამმართველო, ქალაქის პოლიცია და ათობით დამოუკიდებელი სამართალდამცავი ორგანო. და ამ უზარმაზარი ტერიტორიის გამო დამნაშავე შეეძლო რამდენიმე წუთში სხვადასხვა იურისდიქციაში მოხვედრილიყო. თითოეული იურისდიქციას ჰყავდა თავის დეტექტივები, რომლებიც უმეტეს შემთხვევაში ერთმანეთთან არ თანამშრომლობდნენ, მათ შორის არსებული კონკურენციის გამო. როდესაც გამოძიებაში რამდენიმე იურისდიქცია ერთვებოდა, მათ შორის დაპირისპირება ჩნდებოდა. ისინი გამოძიების შესახებ ინფორმაციას ერთმანეთს არ უზიარებდნენ, რაც გამოძიების მიმდინარეობას დიდ პრობლემებს უქმნიდა. 1985 წლის 7 ივლისის ღამეს ორმაგი თავდასხმა მოხდა მონტერეი პარკში. თავდამსხმელი შეიჭრა 60 წლის ჯოის ნელსონის სახლში და მისი გაუპატიურებას სცადა. ქალმა წინააღმდეგობა გაუწია, რის გამოც დამნაშავემ სასტიკად სცემა, იმდენად მძიმედ, რომ მის სახეზე დამნაშავის სპორტული ფეხსაცმლის ნაკვალევი დარჩა. ჯოის ნელსონი მიღებული დაზიანებებისგან გარდაიცვალა, რადგან თავდამსხმელმა ნელსონთან თავის სექსუალური მოთხოვნილება ვერ დაიკმა ყოფილა, მან იმავე უბანში ახალი მსხვერპლი მოძებნა. იგი 63 წლის სოფი დიკმანის სახლში შეიჭრა, ხელბორკილი დაადო, გააუპატიურა და გაძარცვა. სამართალდამცველებმა ორივე დანაშაულის ადგილზე ფეხსაცმლის კვალი იპოვეს. ეს იყო ავია სპორტული ფეხსაცმლის ანაბეჭდი, იგივე ნაკვალევი, რომელიც სხვა დანაშაულების ადგილზეც იყო აღმოჩენილი. საზოგადოება სრულ პანიკაში იყო. ყველა ტელევიზიის მთავარი თემა ეს საზარელი დანაშაულები იყო. მედიამ სერიულ მკვლელს ღამის სტალკერი შეარქვა. საგამოძიებო უწყებები სრული დატვირთვით მუშაობდნენ, რათა სერიული მკვლელის ძებნისას არც ერთი დეტალი არ გამორჩენოდათ. შეიქმნა ცხელი ხაზი, სადაც შერიფის განყოფილების დეტექტივები მიღებულ ინფორმაციას ამოწმებდნენ. შტაბში ყოველდღიურად ათასობით ზარი შემოდიოდა, თუმცა მათი უმეტესობა გამოძიებისთვის ნიშნელო იყო. 1985 წლის 9 ივლისს, როდესაც ეჭმიტანილი დააკავეს გატაცებული მანქანით, რომელმაც მანქანაზე პენტაგრამა დახატა და გაიქცა, გილ კარილოს უთხრეს, რომ ამ იურისდიქციის პოლიცია შეამოწმებდა მანქანას, აიღებდა თითის ანაბეჭდებს და ინფორმაციას გაუზიარებდნენ, თუმცა ეს ასე არ მოხდა. მოლაპარაკების შემდეგ, როდესაც ფრენკ სალერნოს და გილ კარილოს საგამოძიებო ჯგუფს მიეცა უფლება მანქანა შეემოწმებინათ, უკვე გვიანი იყო, რადგან მანქანა საჯარი მზის ქვეშ იდგა და ყველა ორგანული მტკიცებულება განადგურებული იყო. თუმცა მანქანის სალონში სამართალდამცველებმა აღმოაჩინეს პლასტმასის ყუთი, რომელშიც იყო სტომატოლოგის სავიზიტე ბარათი. კლინიკა მდებარეობდა ჩინურ რაიონში. სტომატოლოგის გამოკითხვის შემდეგ გაირკვა, რომ ეჭმიტანილი ექიმთან ვიზიტზე 3 ივლისს იმყოფებოდა და მას როგორც რიჩარდ მენა ისე გაეცნო. რენტგენის სურათებზე ჩანდა, რომ მას ძალიან ცუდი მდგომარეობა ჰქონდა კბილებზე და ის უახლოეს მომავალში აუცილებლად დაბრუნდებოდა. სამართალდამცველებმა 24 საათიანი თვალთვალი დააწესეს სტომატოლოგიურ კლინიკაზე, მაგრამ პოლიციის განყოფილების ხელმძღვანელი ფიქრობდა, რომ დამნაშავე დაბრუნების ალბათობა ძალიან დაბალი იყო და ამიტომ ეს დროის და ფულის უაზრო ხარჯვა იყო, რის გამოც მან კლინიკაზე თვალთვალი მოხსნა. თუმცა კლინიკაში დააყენეს სიგნალიზაცია და სტომატოლოგს დაავალეს, რომ მის გამოჩენის შემთხვევაში პოლიცია გამოეძახა. 15 ივლისს პირველივე დღეს, როდესაც პოლიციამ თვალთვალი შეწყვიტა და სიგნალიზაცია დააყენა, სტომატოლოგმა დარეკა პოლიციაში და იკითხა, რატომ არ მივიდა პოლიცია მის გამოძახებაზე. როგორც გაირკვა, ეჭმიტანილი იმ დღეს იყო კლინიკაში. სტომატოლოგმა დააჭირა სიგნალიზაციის ღილაკს, მაგრამ სიგნალიზაციამ არ იმუშავა. 1985 წლის 20 ივლისს კიდევ ერთი საზარელი დანაშაული მოხდა. თავდამსხმელი შეიპარა 66 წლის ლელა კნეიდინგის და მისი მეუღლის 68 წლის მაქსონ კნეიდინგის სახლში, როდესაც მათ ეძინათ. მაჩეტეთი დაჩეხა, შემდეგ კი ორივეს 22 კალიბრიანი იარაღით თავში ესროლა. სახლიდან ძვირფასი ნივთები აიღო და გაიქცა. იმავე დღეს ლოს-ანჯელესში კიდევ ერთი მკვლელობა მოხდა. დამნაშავე სახლში უკანაკარიდან შევიდა. საძინებელში მძინარე 32 წლის შაინარონ ხავანანტს 22 კალიბრიანი იარაღიდან თავში ესროლა. შემდეგ მან ჯერ მისი ცოლი, შემდეგ კი მისი 8 წლის შვილი გააუპატიურა. აიღო ფული და ძვირფასი ნივთები და მიიმალა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ადგილზე სპორტული ფეხსაცმლის, ავიას ანაბეჭდი და 22 კალიბრის ტყვია იპოვეს. მოკლული
გაინარონ ხავანანტის ცოლმა დეტალურად აუღწერა სამართალდამცველებს თავდამსხმელის გარეგნობა, რის საფუძველზეც შეიქმნა ფოტორობოტი. ის ძალიან ჰგავდა ფოტორობოტს, რომელიც ოკაზაკისა და ერნანდესის საქმის დროს იყო შედგენილი. სწორედ ეს ფოტორობოტი გაასაჯაროვეს სამართალდამცველებმა. 1985 წლის 6 აგვისტოს ნორტრიჯში დამნაშავე კრისტოფერ და ვირჯინია პიტერსონების სახლში შეიპარა. შევიდა საძინებელში და ვირჯინიას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. ტყვია ქალს ცხვირის მარცხენა მხარეს მოხვდა და კეფასთან ახლოს გაიჭედა, ისე რომ ქალს სასიცოცხლო ორგანოები არ დაზიანებია. ვირჯინიას ყვირილზე მისმა მეუღლემ კრისტოფერმა გაიღვიძა და წამოდგომა სცადა, რის შემდეგაც დამნაშავე მასაც ესროლა. ტყვია მარჯვენა საფეთქელთან მოხვდა, თუმცა თავში ვერ შეაღწია და კაცი სასწაულით გადაურჩა სიკვდილს. დაჭრილი კრისტოფერი მაინც წამოდგა საწოლიდან და დამნაშავეს თავს დაესხა, მაგრამ დამნაშავემ მისგან თავი გაინთავისუფლა და გაიქცა. თავდასხმის ადგილის დათვალიერებისას სამართალდამცველებმა გაარკვიეს, რომ მკვლელმა ამ მკვლელობის მცდელობის დროს ახალი 25 კალიბრიანი იარაღი გამოიყენა. კრიმინალისტებმა დაადგინეს, რომ ვაზნები, რომლებიც შემთხვევის ადგილზე იყო ნანახი, ძველი ტიპის ვაზნები იყო, რომლებიც იმ დროისთვის უკვე აღარ იწარმოებოდა. 1985 წლის 8 აგვისტოს დაიმონდ ბარში მორიგი მკვლელობა მოხდა. სერიული მკვლელი შეიპარა 31 წლის ელიას აბოვათის სახლში და მძინარე მსხვერპლს თავში ესროლა. შემდეგ მან ხელბორკილები დაადო და სასტიკად სცემა მისი 27 წლის ცოლის საკინასი. აიძულა მისთვის ძვირფასეულობა გადაეცა, რის შემდეგაც გააუპატიურა. საკინასმა სამართალდამცავებს მოუყვა, რომ როდესაც მკვლელი მასზე სექსუალურად ძალადობდა, ეუბნებოდა, მისთვის სახეში არ შეეხედა, ხოლო როდესაც ქალმა უთხრა, რომ არ შეხედავდა და ღმერთი დაიფიცა, მკვლელმა უთხრა, ღმერთი კი არა, სატანა დაეფიცა. ელიას აბოვათის მკვლელობისას გამოყენებული იყო 25 კალიბრიანი იარაღი, იმავე ტიპის ვაზნებით, როგორიც პიტერსონების მკვლელობის მცდელობის დროს. შერიფის სამმართველოს მკვლელობათან განყოფილებამ 23 კონფიდენციალური ვიდეო ჩანაწერი მოამზადა, სადაც ეჭვმიტანილი იყო აღწერილი და ისინი ყველა სამართალდამცავ უწყებას გაუგზავნა, რათა ყველას ერთნაირი მონაცემები ჰქონოდათ. სერიული მკვლელი აღწერილი იყო როგორც ლათინოამერიკული გარეგნობის მამაკაცი, ასაკით 20-დან 35 წლამდე, სიმაღლით 177, 182 სანტიმეტრი, გამხდარი აღნაგობის ტალღოვანი ან ხუჭუჭა თმით. მისი განსაკუთრებული ნიშნები იყო ყვითელი და ჩაშავებული კბილები, რომელიც 43 ნახევარი ზომის სპორტულ ფეხსაცმელს ატარებდა. 1985 წლის 18 აგვისტოს სან-ფრანცისკოში საზარელი დანაშაული მოხდა. თავდამსხმელი შეიპარა 66 წლის პიტერ პენსის და 62 წლის ბარბარა პენსის სახლში. მძინარე პიტერს თავში ესროლა და ადგილზე მოკლა. შემდეგ მის ცოლზე სექსუალურად იძალადა და მასაც თავში ესროლა. თუმცა ქალი სასწაულებრივად გადარჩა და უგონო მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამართალდამცველებმა დანაშაულის ადგილზე იპოვეს მკვლელის მიერ დახატული სატანისტური სიმბოლოები, 25 კალიბრიანი ცეცხლსასროლი იარაღის მასრები და ფეხსაცმლის ანაბეჭდი. როდესაც სამართალდამცველებმა დანაშაულის დეტალებზე სპეციალური მოხსენება გაავრცელეს, ამან გლენდეილის პოლიციის ყურადღება მიიქცია. გლენდეილის პოლიციამ ბალისტიკური ექსპერტიზის ჩატარება მოითხოვა, რათა გაერკვიათ, კავშირში იყო თუ არა სან-ფრანცისკოში მომხდარი მკვლელობა ლოს-ანჯელესში მომხდარ დანაშაულებთან. ბალისტიკურმა ექსპერტიზამ და ადგილზე აღმოჩენილმა მტკიცებულებებმა დაადასტურა, რომ ორივე ტერიტორიაზე ერთი და იგივე სერიული მკვლელი მოქმედებდა. ლოს-ანჯელესის პოლიციამ დეტალურად გაუზიარა ინფორმაცია მკვლელის შესახებ სან-ფრანცისკოს სამართალდამცავ ორგანოებს. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ინფორმაცია გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე საიდუმლოდ უნდა დარჩენილიყო, სან-ფრანცისკოს მერმა დაიან ფაინშტაინმა საჯარო განცხადება გააკეთა, რომ ქალაქში სერიული მკვლელი მოქმედებდა და მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდა. გარდა ამისა, სერიულ მკვლელზე ინფორმაციის მიწოდების სანაცვლოდ, რომელიც გამოძიებას მის დაჭერაში დაეხმარებოდა, $10,000 ჯილდო დააწესა. სერიული მკვლელის შესახებ საიდუმლო ინფორმაციის მერის მიერ საჯაროდ გამხელამ გამოძიებას სერიოზული საფრთხე შეუქმნა, რადგან მკვლელმა ამით გაიგო, თუ რა ინფორმაციას ფლობდა პოლიცია მის შესახებ. სამართალდამცველებს ახლა უკვე უფრო რთული ამოცანა ჰქონდათ, რადგან მკვლელი შესაძლოა უფრო ფრთხილი გამხდარიყო, ტაქტიკა შეეცვალა, ან საერთოდ გაუჩინარებულიყო.
1985 წლის 24 აგვისტოს ლოს-ანჯელესში მორიგი თავდასხმა მოხდა. თავდამსხმელი უკანა კარიდან შეიჭრა 30 წლის ბილ კარნსისა და მისი საცოლის 29 წლის ინეს ერიქსონის სახლში. იგი შევიდა წყვილის საძინებელში და 25 კალიბრიანი იარაღიდან ბილ კარნსის სამჯერ ესროლა თავში. შემდეგ ინეს ერიქსონი ჰალსტუხით გაკოჭა და გააუპატიურა. თავდამსხმელმა ქალს უთხრა, რომ ის იყო ღამის სტალკერი. შემდეგ კი ინესი აიძულა, სატანა დაეფიცა და ეთქვა, რომ სატანა უყვარდა. ამის შემდეგ მან აიღო ნაღდი ფული და ძვირფასეულობა. სახლიდან გასვლის წინ კი ერიქსონს უთხრა, პოლიციისთვის ეთქვა, რომ ღამის სტალკერი იმყოფებოდა იქ. თავდასხმის შემდეგ დაჭრილი ბილ კარნსი სასწაულებრივად გადარჩა, ხოლო ინეს ერიქსონმა თავდამსხმელის გარეგნობა დეტალურად აღწერა. ამ შემთხვევამ მკვლელის თავდაჯერებულობაც გამოავლინა. ის აღარ ერიდებოდა საკუთარი ვინაობის გამჟღავნებას, რაც გამოძიების დასკვნას ამყარებდა, რომ იგი სერიული მკვლელი იყო და ამ საზარელი დანაშაულებით სიამოვნებას იღებდა. იმ დღეს, როდესაც ბილ კარნსსა და მის საცოლეზე თავდასხმა მოხდა, იმავე უბანში მცხოვრებმა ჯეიმს რომერომ, რომელიც გაზეთებს არ იგებდა, საეჭვო მანქანა შენიშნა. ბიჭმა დაიმახსოვრა მანქანა და მისი სანომრე ნიშნებიდან გარკვეული სიმბოლოები. შემდეგ კი ინფორმაცია პოლიციას მიაწოდა. ეს ინფორმაცია მალევე გავრცელდა მედიაში. ცოტა ხნის შემდეგ პოლიციას მამაკაცი დაუკავშირდა და განაცხადა, რომ მისი მეგობრის მანქანა ცოტა ხნის წინ ჩინურ პორტალში მოიპარეს. გატაცებული მანქანის ნომერი ემთხვეოდა იმ მონაცემებს, რაც ჯეიმს რომერომ პოლიციას მიაწოდა. მალევე პოლიციამ აღნიშნული მანქანა ქალაქში მიტოვებული იპოვა. ეს იყო 1976 წლის ფორთოხლისფერი ტოიოტა. კრიმინალისტებმა თითის ანაბეჭდები აღმოაჩინეს მანქანის უკანა ხედვის სარკეზე. თუმცა იმ დროს ანაბეჭდების მონაცემთა ბაზა ავტომატიზებული არ იყო, რის გამოც მათი ხელით მოძებნა ხდებოდა, რაც ძალიან დიდ დროს მოითხოვდა. 1985 წლის 27 აგვისტოს პოლიციაში დარეკა ქალმა და უთხრა, რომ მამამისი, რომელიც ცხოვრობდა სკიდროუში, გრეიჰაუნდის ავტოსადგურთან ახლოს, მას მოუღვა, რომ იცნობდა ვინმე რიკის და ფიქრობდა, რომ ის სერიული მკვლელი ღამის სტალკერი იყო. მამაკაცი მალევე მოძებნა პოლიციამ. მან კი სამართალდამცველებს უთხრა, რომ იცნობდა რიკის, რომელიც ელ-პასოდან იყო. მთავარი ინფორმაცია, რაც მან სამართალდამცველებს მიაწოდა, იყო, რომ რიკმა მოუყვა მას მონტერეი პარკში წყვილის მკვლელობის შესახებ, რომლებიც მან 22 კალიბრიანი რევოლვერით დახოცა. ეს ინფორმაცია საიდუმლო იყო და არავინ არ იცოდა პოლიციის გარდა. მამაკაცმა ასევე უთხრა სამართალდამცველებს, რომ აღნიშნული რევოლვერი რიკი მას მისცა, ხოლო მან ტიხუანაში ყოფნის დროს ნაცნობს აჩუქა. რევოლვერის მოსაძებნად ორი დეტექტივი მასთან ერთად გაემგზავრა ტიხუანაში. მათ მალევე იპოვეს ეს რევოლვერი და მაგნიტოფონი. როგორც გაირკვა, მაგნიტოფონი იყო მოპარული მოკლული დები, მეიბელ და ფლორენსის სახლიდან. მაგნიტოფონი მათ შვილიშვილმა უყიდა. მას შენახული ჰქონდა ჩეკი, რომლის სერიული ნომერი ემთხვეოდა მაგნიტოფონისას. ამ ახალ ინფორმაციაზე დაყრდნობით პოლიციას ეჭვი აღარ ეპარებოდა, რომ მათ მიერ ძებნილი სერიული მკვლელი რიკი იყო. ლოს-ანჯელესში მიმდინარე გამოძიებების პარალელურად სან-ფრანცისკოში პოლიციას ინფორმატორმა გადასცა სამაჯური და უთხრა, რომ აღნიშნული სამაჯური მისი სიდედრის იყო, რომელიც სან-პაბლოში ცხოვრობდა და ფიქრობდა, რომ ეს ნივთი კავშირში იყო ძებნილ სერიულ მკვლელ ღამის სტალკერთან. ქალმა სამართალდამცავებს უთხრა, რომ ეს სამაჯური მას მეგობარმა ბიჭმა, არმანდო როდრიგესმა აჩუქა, ხოლო არმანდოს სამაჯური მეგობარმა რიკიმ მისცა, რომელიც ელ-პასოდან იყო. ქალმა ასევე აუღწერა სამართალდამცველებს, როგორ გამოიყურებოდა რიკი, რომელიც ემთხვეოდა პოლიციის მიერ ძებნილ ეჭვმიტანილის აღწერილობას. ქალთან გასაუბრების შემდეგ სამართალდამცველები მივიდნენ მისამართზე, რომელიც ქალმა მიაწოდა, სადაც მისი მეგობარი ბიჭი არმანდო როდრიგესი ცხოვრობდა. სამართალდამცველებმა არმანდოსთან გასაუბრების შემდეგ მიიღეს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია. როგორც გაირკვა, მათ მიერ ძებნილი ეჭვმიტანილის რიკის სულ სხვა სახელი და გვარი ჰქონდა. მისი ნამდვილი სახელი და გვარი იყო რიჩარდ რამირესი. სან-ფრანცისკოს პოლიციამ დაუყოვნებლივ შეატყობინა ლოს-ანჯელესის პოლიციას, რომ მათ მიერ ძებნილი სერიული მკვლელის ნამდვილი სახელი და გვარი რიჩარდ რამირესი იყო. ლოს-ანჯელესის პოლიციამ ბაზაში 8 რიჩარდ რამირესი იპოვა. მათი თითის ანაბეჭდები შეადარეს გატაცებულ ავტომანქანის სარკეზე აღმოჩენილ ანაბეჭდებს და ერთი დამთხევა იპოვეს. მისი პიროვნების გადამოწმებისას გაირკვა, რომ მას ჰქონდა კრიმინალური ისტორია, ჰურდობა
მკვლელობა, ნარკოტიკების მოხმარება და ავტომობილის გატაცება, მაგრამ ძალადობასთან დაკავშირებული დანაშაული არ ჰქონდა. სამართალდამცველებმა ასევე ნახეს მისი ბოლო დაკავებისას გადაღებული ფოტო, რომელიც ინფორმატორს აჩვენეს. ინფორმატორმა დაადასტურა, რომ ფოტოზე ნამდვილად პოლიციის მიერ ძებნილი სერიული მკვლელი რიჩარდ რამირესი იყო. ლოს-ანჯელესის და სან-ფრანცისკოს სამართალდამცავი უწყებების შეთანხმებით იმავე დღეს გაიმართა პრესკონფერენცია, სადაც გაასაჯაროვეს სერიული მკვლელის სახელი, გვარი და ფოტო და საზოგადოებას მოუწოდეს, რომ თუ ვინმე ფლობდა ან გაიგებდა აღნიშნული პიროვნების ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციას, დაუყოვნებლივ პოლიციისთვის ეცნობებინათ. რიკარდო ლეივა მუნიოზ რამირესი, ცნობილი როგორც რიჩარდ რამირესი, დაიბადა 1960 წლის 29 თებერვალს, ტეხასის შტატის ქალაქ ელ-პასოში. რამირეს უმძიმესი ბავშვობა ჰქონდა. ოჯახში მასზე ხშირად ძალადობდნენ, როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად. განსაკუთრებით სასტიკი მეთოდებით მას მამა სჯიდა, რომელიც არსებული ცნობებით რიჩარდს სასაფლაოზე აბამდა და იქ მთელი ღამით ტოვებდა. რამირესის ფსიქოლოგიურ ყალიბებაში ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი ითამაშა მისმა ბიძაშვილმა მაიკლმა, ვიეტნამის ომის ვეტერანმა, რომელსაც ომის შემდეგ მძიმე ფსიქიკური აშლილობა განუვითარდა. მაიკლი ხშირად უყვებოდა რიჩარდს ომში გამოვლილ შოკის მომგვრელ ისტორიებს, მათ შორის წამების, მკვლელობისა და ძალადობის დეტალებს. განსაკუთრებით ღრმაკვალი დატოვა რამირესის ფსიქიკაზე საზარელმა შემთხვევამ, როდესაც ბიძაშვილმა საკუთარი ცოლი, მცირეწლოვანი რიჩარდის თვალწინ ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. მოზარდობის პერიოდში რამირესი დაინტერესდა სატანიზმით და დაიწყო მძიმე ნარკოტიკების მოხმარება. ფსიქოლოგების შეფასებით, მის პიროვნებაზე უდიდესი გავლენა მოახდინა რთულმა და ძალადობრივმა ოჯახურმა გარემომ, პოსტტრავმული სინდრომის მქონე ბიძაშვილის მავნე გავლენამ და მზარდმა გაუცხოებამ საკუთარი შინაგანი სამყაროს მიმართ. სწორედ ეს ყველაფერი გახდა იმ ბნელი გზის საწყისი ეტაპი, რომელიც საბოლოოდ გადაიზარდა ერთ-ერთ ყველაზე შემზარავ დანაშაულებად ამერიკის ისტორიაში. 1985 წლის 30 აგვისტოს პოლიციამ გრეიჰაუნდის ავტოსადგურზე თვალთვალი დააწესა, რადგან მათ ინფორმაცია ჰქონდათ, რომ რიჩარდ რამირესი იმ დღეს იქ გამოჩნდებოდა, თუმცა რამირესი ავტოსადგურზე არ მისულა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ის იმ დროს არიზონაში ნათესავთან სტუმრად იმყოფებოდა. იმ დროისთვის რიჩარდ რამირესის ფოტოსურათები გაზეთებსა და ტელევიზიაში გავრცელდა, რის შედეგადაც ის ქვეყნის მასშტაბით ყველაზე ცნობილ ნაშავედ იქცა, თუმცა თავად ამის შესახებ არ იცოდა, რადგან არიზონაში იმყოფებოდა. 31 აგვისტოს რიჩარდ რამირესი ავტობუსით დაბრუნდა ლოს-ანჯელესში. სამართალდამცველები მას სამოქალაქო ტანსაცმელში გადაცმულები ელოდნენ ავტოსადგურზე. ავტობუსიდან ჩამოსვლისთანავე რამირესმა პოლიციელები იცნო. იმ მომენტში მან არ იცოდა, რომ ის უკვე იდენტიფიცირებული იყო, მაგრამ მაინც აარიდა თავი პოლიციას და ჩქარი ნაბიჯით იქვე ქუჩაში მდებარე მაღაზიაში შევიდა. გაზეთების განყოფილებაში დაინახა, რომ ყველა გაზეთის პირველ გვერდზე მისი ფოტო იყო გამოქვეყნებული. ის მიხვდა, რომ იდენტიფიცირებული იყო და პანიკაში ჩავარდა. ირგვლივ მყოფი ადამიანები მისკენ თითს იშვერდნენ და ყვიროდნენ, ეს ის არის ღამის სტალკერი. ზოგიერთი კი პოლიციაში რეკავდა. შეშინებული რამირესი მაღაზიიდან გამოვარდა და გაიქცა. თავდაპირველად ავტობუსში ასვლა სცადა, მაგრამ როცა მიხვდა, რომ იქაც იცნეს, ქუჩაში ტაქსის გაჩერებას სცადა, თუმცა მას ყველა ცნობდა და ტაქსები არ უჩერებდნენ. პანიკაში ჩავარდნილმა ავტომაგისტრალი გადაირბინა და ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით გაიქცა. შემდეგ ქუჩაში მანქანის გატაცებას სცადა, მაგრამ მფლობელმა წინააღმდეგობა გაუწია და მან ვერ შეძლო მანქანის გატაცება. პანიკაში ჩავარდნილმა მორიგი ავტომობილის გატაცებას სცადა. მანქანის პატრონქალს დაემუქრა, რომ თუ გასაღებს არ მისცემდა, მოკლავდა. ეს ყველაფერი ქუჩაში მყოფმა მანუელ დელატორემ დაინახა და შეშინებული ქალის დასახმარებლად გაიქცა. ძირს დაგდებული რკინის ჯოხი აიღო და რიჩარდ რამირეს თავში ჩაარტყა. დარტყმის შედეგად რამირესი ძირს დაეცა და თავი გაუტყდა. დაცემის შემდეგ მან მალევე მოახერხა წამოდგომა და გაქცევა კიდევ ერთხელ სცადა, მაგრამ მანუელი დაედევნა და რკინის ჯოხი კიდევ ერთხელ ჩაარტყა. ხმაურზე უამრავი ადამიანი შეგროვდა ქუჩაში. მათ რამირესი იცნეს და ყველა მცემა დაუწყო. პარალელურად იმ ქუჩაზე მცხოვრებმა ადამიანებმა პოლიცია გამოიძახეს. შემთხვევის ადგილზე მისულ პოლიციის ოფიცერს
სექტემბერს ენდი რამიროს ტროტუარზე მჯდომი რიჩარდ რამირესი დახვდა, რომელიც სასტიკად იყო ნაცემი. გარშემო კი ხალხი ეხვია და გაქცევის საშუალებას არ აძლევდნენ. პოლიციელმა რამირესს ხელბორტილები დაადო და პოლიციის მანქანის უკანა სავარძელზე დასვა. აღშფოთებული ხალხის რაოდენობა ადგილზე უფრო და უფრო იზრდებოდა. ისინი ერთმანეთს გაზეთებს აჩვენებდნენ და ყვიროდნენ, რომ სერიული მკვლელი დაიჭირეს. სამართალდამცველებმა რამირესი სასწრაფოდ პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. პოლიციის განყოფილებასთან მალევე უამრავი გაბრაზებული ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც რამირესის გასამართლებას საკუთარი ხელით ითხოვდნენ. სამართალდამცველები მიხვდნენ, რომ შესაძლებელი იყო მდგომარეობა იმდენად დაძაბულიყო, რომ მისი გაკონტროლება შეუძლებელი გამხდარიყო და ხალხს რამირესი ჩაექოლა. ამიტომ მათ მისი ცენტრალურ ციხეში გადაყვანა გადაწყვიტეს. გადაყვანის დროს მანქანას, რომელშიც რამირესი იმყოფებოდა, წინიდან და უკნიდან პოლიციის მანქანები და მოტოციკლეტები იცავდნენ, ხოლო ზემოდან ვერტმფრენები პატრულირებდნენ. რიჩარდ რამირესის დაკავების შემდეგ სამართალდამცველებმა სერიული მკვლელის ამოსაცნობად გადარჩენილი მსხვერპლები და გატაცებული ბავშვები გამოიძახეს. მათ რამირესი სხვა ეჭვმიტანილებთან ერთად დააყენეს და მის თავდასხმებს გადარჩენილ ადამიანებს ამოცნობას თხოვეს. წარმოდგენილ ეჭვმიტანილებს შორის გადარჩენილმა მოწმეებმა მარტივად ამოიცნეს რიჩარდ რამირესი. 1985 წლის 24 ოქტომბერს რიჩარდ რამირესის სასამართლო პროცესი დაიწყო. მას ბრალი წაუყენეს პირველი ხარისხის 14 მკვლელობაში, 5 მკვლელობის მცდელობაში, 11 გაუპატიურებასა და 14 ძარცვაში. წარდგენილ ბრალდებაში მან თავი დამნაშავედ არ სცნო. სასამართლოზე სიტყვით გამოსვლისას კი მან ხელზე დახატული პენტაგრამა აჩვენა ირგვლივ მყოფებს და დაიყვირა დიდება სატანას. რამირესის სასამართლოზე უამრავი ქალი დადიოდა მის სანახავად. რამირესს ჰქონდა უცნაური ქარიზმა, მას უამრავი თაყვანისმცემელი ქალი ჰყავდა. ისინი ციხეში ფოტოებს უგზავნიდნენ და წერილებს წერდნენ. მათი უმრავლესობა მას სასტიკ მკვლელად თვლიდა, თუმცა მიუხედავად ამისა მაინც ეთაყვანებოდნენ მას. რამირესის თაყვანისმცემლებს შორის იყო ქალი, სახელად დორინ ლიოი, რომელმაც რამირესს საპატიმროში უამრავი სასიყვარულო წერილი მისწერა. რამირესმა კი მას ხელი სთხოვა და ისინი დაქორწინდნენ კალიფორნიის სან-კვენტინის შტატის ციხეში. დორინ ლიოი ამბობდა, რომ თუ რიჩარდ რამირესს სიკვდილით დაჟიდნენ, თავს არც ის იცოცხლებდა. 1989 წლის 20 სექტემბერს მოსამართლე მაიკ ლატინონმა რიჩარდ რამირესი წარდგენილ ბრალდებებში, პირველი ხარისხის 14 მკვლელობაში, 5 მკვლელობის მცდელობაში, 11 გაუპატიურებასა და 14 ძარცვაში დამნაშავედ სცნო, ხოლო იმავე წლის 7 ნოემბერს მას უმაღლესი სასჯელი სიკვდილით დასჯა გაზის კამერაში მიესაჯა. 2013 წლის 7 ივნისს მას შემდეგ რაც 20 წელზე მეტი გაატარა სიკვდილით დასჯის მოლოდინში სიკვდილმისჯილთა საკანში, რიჩარდ რამირესი გარდაიცვალა ლიმფომის კიბოთი. ნათესავებმა მისი ცხედარი არ მოითხოვეს, ამიტომ მის სხეულს კრემაცია ჩაუტარეს.